მოგესალმებით სურათო ტელემაყურებლებო, ჩემო Facebook მაყურებლებო და YouTube მაყურებლებო. ეს არის პოდკასტი კონსტანტინე ჯაფარისთან ერთად. დღეს სტუმრად ძალიან საინტერესო ადამიანი ყავს, პოლიტოლოგი ბატონი გია კუჭავა, რომელიც გვესაუბრება ძალიან საინტერესო თემებზე. მათ შორის ბატონ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამოდენიმე დღის წინ იქნა მიღებული და შემდეგ თემას უკვე შემდეგ ბლოგში ასე ვთქვათ გავნიშნებთ. მოგესალმებით ბატონო გია. გამარჯვებით ბატონო გოდია, მისამებით ქართული მაყურებელს. მინდა გადმოვიდე თემით ტრამპმა სურა ბატონმა ტრამპმა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა, რომელიც აირჩიეს 20 იანვარს, რომელიც ინაუგურაცია 20 იანვარს შედგა, 2 დღის წინ, დღეს უკვე 2 თებერვალია და სურა 31 იანვარს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც ითვალისწინებს უსაბუთო ქართველების და არა მარტო ქართველების დეპორტაციას, სრულ გაწმენდას, ასე ვთქვათ, დეპორტაციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. თქვენი მოსაზრება თუ შეიძლება როგორც პოლიტოლოგის მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენი აზრი. დაასვათ იმიტომ რომ შეერთებული შტატებიდან არის მართლა ძალიან არალეგალი, არალეგალურად შესული. თუმცა რომელიც ცხოვრობს მუშაობს ზოგი ეწევა კავშირი კრიმინალურ სამსახურს, ან არის კრიმინალურ სტრუქტურებში ჩართული ზოგიც არა. მაგრამ ვინც არალეგალები არიან, არც ერთი მათგანი, თუნდაც რომლის პარტიაზე მუშაობენ, არც ერთი მათგანი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. და ამითი, ვთქვათ, და ღირებულების შესაბამისად გაშლებით ნაკლებ ხელფას ვიდრე ვის პიროვნებები, ვინც არიან ლეგალურად თავად ამერიკის მოქალაქეები და ვინც პარტიასთან იხდიან გადასახადებს. ამიტომაც, როგორც ასეთ მოჩმა ახლობელმა ნებუბარმა, რომელიც 25 წელიწად ცხოვრობს ამერიკაში, იქ არის დათხოვილი ქართული კალბატონი. მას დავაჩა თქვა, რომელმაც ტრამპ დაუჭირა სხვადასხვა არჩევნებში მხარი და ასე ვთქვათ, ამერიკა არის მდიდარი სახელმწიფო და არის ეს ოდესაც მდიდარი გადამხდელების ხარჯზეო. და როდესაც ადამიანი იპარავს იმ გადასახადს არ იხდის, ეს ასაკობრივი არავის არ შეამოს, იმიტომ რომ ეს აკუთება ისევ ამერიკელ ხალხს და აკუთებს ეს თანხმობს ამერიკულ სახელმწიფოს. პრეზიდენტი ტრამპი როგორც პროფესიონალს ვთქვათ, ასე პოლიტიკოსი და რომელიც მოვიდა პოლიტიკაში დიდ ბიზნესიდან, ეს კარგად იცის თუ რა არის გადასახადების დამოუკიდებლობა ან არ გადახდა. და ამიტომაც არის რომ გადაწყვეტეს ყველა არალეგალურად ჩასული ადამიანი, ვთქვათ, რომელიც არც არის გადასახადს არ იხდის არანაირ საშემოსავლოს, უნდა გააძლოს სახელმწიფოდან. ეს ბუნებრივიც არის, სახელმწიფო ეს არის, ვთქვათ, რომ ელემენტარული მაგალითს მოვიყვანოთ, ოჯახი, სახლი, ხო? და გადავიყოთ ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ოჯახი, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სახლი და ესე იგი მოეწოს თუ პრაქტიკულად ნუ დაუხურე იმ ოჯახის სადაც ვარ, იმ ოჯახის კუდი, მაგრამ შენ ამ კუდს არ იყურა. და თქვენ ასე თქვენ სახლში ყველას არ შემოუშვებთ, ხო? და თუ ვიღაცა ჩუმად შემოიპარა და ცხოვრობს თავის წესებით, ადრე თუ ვერ იმას მაინც გააგებენ. ასე მოხდა ამერიკაზე. სხვა შორის მე ძალად ვთქვა, რომ ერთ-ერთ განცხადებაში ბატონმა ტრამპმა ასეთი ნებართვა თუ არის ეს კვალიფიციური სპეციალისტი, რომ მაგას განათლების სპეციალისტი, რომელიც თავის თავში არის კვალიფიციური სპეციალისტი, თემობას კიდე გადავხედავთო. ანუ კვალიფიციური სპეციალისტი შეიძლება თვითონ მაგრამ სხვა არ კვალიფიციური სპეციალისტების არტის სპორტ ლუკმაპოს ამერიკის მოქალაქეს ისინი იქნება განთავებული, რომ ისე რასაკვირველია თავის მოქალაქეს და ერთ-ერთი ის იყო მაგის წინაპირობა. სხვათა რაც ყავს არჩევნებში რასაკვირველია თავის ამოსულდა დღესდღეობით ჯერჯერობით რაც პრეზიდენტმა ტრამპმა რაც განკარგულოს საცხელი მოაწერა, ყველაფერს აკეთებს იმას, რაც იყო მის წინასაარჩევნო პროგრამაში. ასე რომ ამ შემთხვევაში ბატონ ტრამპს არ რაც დაპირდა თავის ამომრჩევლს აკეთებს იმას. და რასაკვირველია, როდესაც ეს გაიწმინდა ის დამსაქმებელი, ასე ვთქვათ, ახლა არ შეიძლება იყოს დამსაქმებელი ის, ვით არ იყოს ამერიკის მოქალაქეს, ის აღარ იყოს არალეგალს, აღარ იყოს, ვთქვათ, ფარულად, არამედ არ იყოს
ოფიციალურად ის ვინცა იყოს და გადაიხდეს შესაბამის გადახდეს. ასე შესაბამისად ეს ასე მოგებაში დარჩება როგორც ამერიკული სახელმწიფო, ასე მოგებაში დარჩება ამერიკის მოქალაქე ის ან თუნდაც ის ოფიციალურად ჩასული პიროვნება, ვინც იხდის ის გადასახადი. და ბატონობია, როგორ წარმოგიდგენიათ ამ დონალდ ტრამპის არჩევის დღიდან ამერიკის, ასე ვთქვათ, პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, ასე ვთქვათ, საქართველოს. მოთქვათ, პირველ რიგში დონალდ ტრამპი რასწორეს ის არიგდება ისე ვთქვათ, რომ თანხებს გამოყოფენ ისე როგორც ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ეს ხოხოდათ 90 წლით შეაჩერა ყველა თქვათ არასამთავრობოების და ფონდების დაფინანსებასთან მარგავერყებით, ანუ ის დაფინანსება და ეს თანხა ალბათ ნაწილობრივ შემოწმება რაში მიდის, ეს აწყობს თუ არა ეს პროგრამები ამერიკულ სახელმწიფოს უბრალოდ იმ ხელს, რასაც დაიმედიაოსაც მოვიდა დროანდელი რესპუბლიკური ადმინისტრაცია, შეესაბამება თუ ეს მიხედოს, მათი გადახედიდან შეესაბამება თუ ეს ამერიკის ინტერესებს. და თქვათ მე როგორ მონახავს საერთოდ დროანდელი ხელისუფლება და შეერთებული შტატების ხელისუფლება რა საერთო შეხების საკუთრება დიპლომატიაში ასაშუალებს ურთიერთობებში ჯერ პირველ რიგში როდესაც ჭირდება ერთი მხარე აქვს რა არის ჩემი ინტერესი, მეორე მხარე აქვს რა არის ჩემი ინტერესი და მე მიდის ამ ინტერესების შეჯამება. ამ დახვეწეს წინასწარ რამე თვალს თულია და ამიტომ მე წინასწარ ვერ დავიწყებ იმის პროგნოზირებას თუ კონკრეტულად საქართველოს მიმართ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამიერკავკასიის რეგიონი, სამხრეთ-კავკასიის რეგიონი ეს არის ამერიკისთვის და საერთოდ ევროპისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, იმიტომ რომ თქვათ აქედან არის გადის უმოკლესი როგორც ცენტრალურ აზიაში, ასევე მახლობელ აღმოსავლეთში, ხოლო პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად განაცხადა, რომ ცენტრალურ აზიაში მას გააჩნია გარკვეული ინტერესები. შესაბამისად, საქართველოს ნაწილობრივ ან რაღაცა პროექტებში ჩნდება შეერთებული შტატების ინტერესებში. ეხლა მთავარია ორი ქვეყნის ხელისუფლება რაში გამონახავს საერთოდ და როგორ იქნება ეს თანამშრომლობა. ეხლა ბატონობია, მე მოვახდენ ტრამპის სიტყვების ციტირებას, რომ ნოემბერში თქვა ეს სიტყვები. როდესაც მე მოვალ ხელისუფლებაში, ამერიკის ხელისუფლებაში, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება ერთ კვირაში. თქვენ როგორც პოლიტოლოგი, როგორ რა აზრის ბრძანდებით და როგორ შეაფასებთ ამ ტრამპის სიტყვას? ну საერთოდ მე ვთქვი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ეს თამაშობდა თავის ამერიკელ ამომრჩევლებზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტების გადაწყვეტა ჩვენ ვერსიაში ვერ დაამთავრებდა ეს ამბავს, იმიტომ რომ თქვა მას ჰქონდა ურთიერთობა თავის როგორც თავის პირველი პრეზიდენტობის მოწესრიგებას, მას ჰქონდა წვრილად იცოდა ვინ იყო პუტინი, წვრილად იცოდა ვინ არიან უკრაინის ხელმძღვანელები. ასევე მაგრამ ეს იყო გათვლილი ამომრჩევლზე, რომ ამ ომს, რომელიც არის არაპოპულარული, ეს არის მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე სისხლისმღვრელი ომი ევროპაში, ეს არის ხალხისთვის და საკმაოდ არაპოპულარული. ამიტომ მან ეს გასა ეს დაპირება, მაგრამ ტრამპს კან წვრილად იცოდა, რომ ერთ კვირაში ომს ვერ დაამთავრებდა. იმიტომ თქვა ვერ თქო შეწყვილ თვითონ რუსეთს თავის ინტერესებს ჩვენ ხედავთ რომ თუნდაც ლუკა პუტინის მრჩეველი და ყოფილი უშუალო საკუთრივი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს რომ უკრაინის სახელმწიფო უნდა შეწყდეს თავის არსებობას ჩვენ ეს არის რუსეთში ანუ ამიტომ თან დავიწყოთ ეს უკვე არც დაახლოებით უკვე ტრამპის ინაუგურაციის დღეებში თუ აი პლუს მინუს რამდენიმე დღე ამიტომაც ვფიქრობ, რომ ტრამპი დაემუქრა უკვე არა უკრაინას, არამედ დაემუქრა რუსეთს, რომ თუ თქვენ არ შეწყოთ ომს, ჩვენ ისეთ სანქციებს დაგიმტკიცებთ, რომ შემოიღებთ, რომ რუსეთის ეკონომიკას საბოლოოდ მოხდება. ჩვენ ხედავთ უკვე იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯების გადადგა ამერიკის ადმინისტრაცია. უკვე რასაც ქვია რუსეთის ნავთობადამშვიდი ფარული ფლოტი, ეს რასაც ქვია ეს გადააქვთ რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზარებზე,
უკვე იმ გემებს დაუწესეს სანქციები. იმ კომპანიაში და ჩინეთიც იყო გარკვეული წეწოლა და ჩინეთს არ აწყობს იგი მეგონის იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადასას იყო რუსეთ-ჩინეთის სასტიკი საბაჭრო ომი და ჩინეთს ესმის, რომ და ჩინეთს ამ შემთხვევაში აწყობს ვაჭრობა მსოფლიოსთან და არა მაქვს თქვა ეს რუსეთთან, სადაც აქვს მესამე ხარისხოვანი მანქანები და როგორც ვთქვი, ჩინეთის კი უწესავს უკვე რაღაცა სანქციებს რუსეთს, იმიტომ რომ არ მოხდეს მეორადი სანქციების ქვეშ თავად. და თუ პრეზიდენტი პუტინი ესე გონს არ მოეგება და ყავს მაინც გააგზავნოს, როგორც პრეზიდენტ ტრამპ აბრძანა რუსეთის ეკონომიკას საერთოდ დაამყრებდა. და ამის მიზეზი თქვათ შორის რასაც მინდოდა შეგავს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლა დაანგრება მოყვა იმის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რეიგანმა შემოიღოს სანქციები და რუსული ენერგომატარებლებს ისე აღარ გაქონდათ მსოფლიო ბაზარზე. და კი გაქონდათ, მაგრამ უკვე ფასი იყო ძალიან დაბალი და ეს იყო თვითღირებული ლამის რუსეთის თვითღირებულების ვაჭრობა. იქნებ გააკეთებს ალბათ პრეზიდენტი ტრამპი, ანუ გასტროლის გარეშე ეკონომიკური სანქციებით შეეძლო რუსეთი აიძულოს დასვას მოლაპარაკების მაგიზე და რაც არ უნდა და რუსეთის დიქტატორი პუტინი რაც არ უნდა გადიუდგეს ეს და ეს იქნება ისე მისი ქვეყნის გაცილებით უარესი, იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე ფაქტურად გაიძინებს იმ რუსული გამოთქმა არის ბოლო აგვისტოს ფაზე და მუშაობს. ნაფასტები მისდი ხანია ეს რუსული ტარიბინი ასეთი და ვთქვათ რომ ცოცხალდანას ჩრდილოეთ კორეაში საბრძოლო მასალებს ჩრდილოეთ კორეაში, იმიტომ რომ თვითონ რუსეთი აღარ აწარმოებს, უკვე აღარ აქვს. და ამიტომაც უკვე არათუ ამიტომ რუსეთში არის იმდენი ხალხი, ერთი ნაწილი არის მობილიზებული ფრონტზე, უკვე ეკონომიკაში მუშახელი აღარ არის, უკვე იწვევენ საზღვარგარეთიდან იაფ მუშახებს, მაგრამ უკვე ბევრს იმასაც ავარდო, რომ ვინც ჩადის მე იმათ კონტრაქტს აწერინებენ და ისე ისიც ფრონტზე მიყავთ, ამიტომაც ფიქრობ, რომ პუტინს აიძულებენ სათმობებზე წავიდეს ასე. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს მყარი მშვიდობა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დროებითი დაძაბება, მაგრამ რაღაცას მომენტში აიძულებს, რომ მას ფიქრობ, რომ მას შეიძლება ეკონომიკის და ეკონომიკური სანქციებით ომის შეჩერებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიას სტუმრობისთვის, საინტერესო თემებზე საუბრისთვის, თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. ეს იყო ბატონი გია გუჯავა, პოლიტოლოგი, რომელიც ჩემ პოდკასტში მესამე პოდკასტში იყო სტუმრად და შევხვდებით ძალიან მალე ახალი თემით და იმედი მაქვს ახალი სტუმრით. ნახვამდის ბედნიერ გამოსვლას. კარგად დამეგობრდეთ.